პირდაპირ ჩართვით ყველა ვინც ჩვენთან ერთად იქნება ამ ცოცხალ ჩართვაში უფლის კურთხევები გქონდეთ თქვენ და თქვენს სახლეულს და დღეს მინდა გავაგრძელო ისევ თუ რაოდენ და რამდენად დიდებულია ჩვენი ღმერთი დავწმუნდეთ და მინდა რომ დავტკბეთ მისი სიდიადით ვიფასებო ის არის ღმერთი რომელიც მუდმივად გვაფრთხილებს არაფერს არ აკეთებს ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში ვიდრე არ ვიქნებით გაფრთხილებული ღმერთს არაფერი არ გაუკეთებია გაფრთხილების გარეშე ღმერთი აფრთხილებდა ძვირფასებო 120 წლის განმავლობაში თაობას რომ ერთადერთი გზა მათი გადარჩენის იყო ყველაფრის მიტოვება და კიდოვანში შესვლა და ეუბნებოდა რომ თუ ამას არ გააკეთებთ თქვენზე იქნება პასუხისმგებლობა იმიტომ რომ დაიღუპებითო 120 წლის განმავლობაში თუ რაიმეს გაკეთება უნდა ღმერთს ყოველთვის აფრთხილებს თავის ერს ის ჩუმად არ მოდის ერთადერთი ისიც გაგვაფრთხილა რომ ჩუმად უნდა მოვიდე და იყავით მზადო წარმოგიდგენიათ ღმერთი ამბობს რომ მე როგორც ქურდი მოვიპარები მაგრამ თუ ფრთხილად იქნები არ გამოგეპარებაო ეს ყველაფერი და მე მინდა დღეს გელაპარაკოთ მეგობრებო იმაზე რომ თუ რამდენად დაინტერესებულია უფალი რომ ყოველთვის ყველაფერზე გაგვაფრთხილოს ღმერთი გვაფრთხილებს და აფრთხილებს ადამიანს თუ რა შეუძლია მას და რა არ შეუძლია რა მაგარია რა ღმერთი გეუბნება შენ ეს შეგიძლია ამიტომ მიდი მე შენთან ვარ ან ეს არ შეგიძლია და ამას უნდა დაანებო თავი საოცარია უფლის სიყვარული ძვირფასებო რას გააკეთებს და რას ვერ გააკეთებს ადამიანი ღმერთი ყოველთვის ეუბნება მას შენ გეუბნება და მე მეუბნება რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია რა უნდა მოსინჯო რომ შეგიძლია შეამოწმო მოინდომო და თუ ამბობს რომ არ შეგიძლია არ არის საჭირო ჩაძიება რატომ რისთვის და ზედმეტი კითხვების დასმა ძვირფასებო ერთ სახად უნდა გააკეთო რასაც ღმერთი ამბობს რომ შეგიძლია გესმეთ ღმერთმა გითხრა შეგიძლია ეს ნიშნავს იმას რომ უნდა აკეთო რა გინდა იმას უნდა ესე ვთქვათ გადააბიჯო ღერძზე გადადო და გააკეთო იმიტომ რომ ეს არის ის ნაწილი მონაკვეთის გზისა რომელიც შენ საბოლოოდ მასთან მიგიყვანს ჰალელუია ღმერთმა უთხრა ჩიტებს თქვენ შეგიძლიათ არ დახნათ გესმით არ დაფარცხოთ არ დათესოთ არ მორწყათ და ყოველთვის გექნებათ საკვები რა საინტერესოა და იცით გამუდმებით რატო ჭამენ ჩიტები ასე თქვა იესომ ისინი არ ხნავენ არ თესავენ არ წყავენ და მუდმივად კენკავენ საჭმელს იმიტომ რომ დაუჯერეს ღმერთს გესმით უბრალოდ დაუჯერეს ღმერთს არ დაიწყეს გრძნობების ჩართვა ამ ღმერთის ბრძანებაში ო როგორ შეიძლება არ დახნა არ დათესო და გქონდეს საჭმელი იცი რატო არ აქვს დღეს ქრისტიანებს ის რაც უნდა კითხვას ვამენ როგორ შეიძლება ვიყო განკურნებული როცა მაინც მესობა და მტკივა არა და ჩიტებს უთხრა შეგიძლია არ გააკეთო და გექნება საჭმელი ამენ რა მაგრად ემორჩილება ჩიტი და ჩვენ ხო ჩიტებზე მეტი ვართ უთხარი შენს გვერდით ვინც ის ჩვენ ჩიტებზე მეტი ვართ ამენ ღმერთმა უთხრა თესლს შენ შეგიძლია თუ მომყვები მაინც გაიზარდო მიუხედავად იმისა რომ 44-იან 40-ში ჩაგაგდებენ მიწას დაგაყრიან დაგტკებნიან სულ სისველეში სიცივეში მარტოობაში და ტალახში იქნები და მიუხედავად
ზემოდან ზეწოლებისა შეგიძლია რომ მაინც გაიზარდო. მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია ძვირფასებო. აქ არის ნაჩვენები ამოწვერილი მცენარე, რომელმაც ასფალტი გაბზარა. იცი რატო? იმიტომ რომ ღმერთმა უბრძანა რომ შენ შეგიძლია წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც წახვიდე წინ. გესმენთ? და ჩვენ მცენარეზე მეტი ვართ მგონი. ამენ. შენ შეგიძლია არინერვიულო, წვანილო, მაგრამ ზეწოლის მიუხედავად მაინც გაიზრდები. ჩვენ ქრისტიანებს გვიწევს მეგობრებო ცხოვრება წინააღმდეგობაში დღეს. და უნდა გვახსოვდეს რომ მუდმივად განუწყვეტლივ ღმერთი გვაკონტროლებს. იმიტომ რომ თუ გვიშვებს ამ ზეწოლებში ჩვენ შეგვიძლია მაინც მოვხდეთ მასთან. გებულობთ? აი მე მინდა რომ ერთად მივიდეთ იმ ჭეშმარიტებამდე, რაზეც დღეს მინდა გელაპარაკოთ ძვირფასებო. იმაზე თუ რა მაქვს ღმერთისგან, რა შესაძლებლობა მაქვს ღმერთისგან მოცემული, ანუ თუ რა შემიძლია და რა არ შემიძლია, რომ გავერკვე. და სათაური იქნება რომ მხოლოდ ქრისტეში, ქრისტესთან ერთად შემიძლია ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ძვირფასებო. მის გარეშე შეუძლებელია. ამენ. ამენ. ბავშვი როგორც დაინახავს უფროს, თუ რას აკეთებს. აი წარმოვიდგინოთ, 2-3 წლის პატარა. ის რას ამბობს ძვირფასებო? ვერ აანალიზებს შეუძლია თუ არა, მაგრამ ამბობს, მე შემიძლია ამის გაკეთება. ამენ. აი ტრაქტორი რომ მიიყვანო სახში და უთხრა, შეგიძლია დაждები წაიყვან, იტყვის, კი, შემიძლია. ეგრეა. მას ყველაფერი თუ დაინახავს რომ მამა ჩეხავს შეშას. ამენ. კაცი ჩეხავს. ქალი ხო არ ჩეხავს. არიან ესეთი კაცები, რომლებიც მხართეზოზე არიან და ქალი ჩეხავს. ჩემთან მოიყვანეთ. ჰალელუია. ის გააკეთებს იძახის. გესმით? მე ამას გავაკეთებ კაცო, იმიტომ რომ უნდა გაიმეოროს. ჰალელუია. ბავშვი თუ დაინახავს რომ მამა შტანგას წევს, ან ესე ვთქვათ ამ წონა გირები ქვია რუსულად. ხო? იტყვის რომ მეც ავწევ, ნახე ერთი პატარა სურათი ვიპოვე. მოდით ნახოთ. ამ გირის ხელა თითქმის მისი ნახევარია და აი როგორ ეჭიდება თითქოს უნდა აიღოს. იმიტომ რომ მას გონია რომ შეუძლია. გებულობთ? და დღეს მინდა ძვირფასებო ამ მაგალითებით გელაპარაკოთ, იცით რაზე? რა გითხრა ღმერთმა თუ რა შეგიძლია და რა გაგაფრთხილა ღმერთმა რომ არ შეგიძლია და ტყუილა დრო აღარ გაფლანგო. ამენ. შენ შეგიძლია მიხვიდე, მოკიდო ამ ბავშვივით გირას ხელი, მაგრამ ღმერთი გეუბნება ვერ რაწევ შვილო. ამენ. ვერ გააკეთებ. და თუ ჩიც ესეთი გზა აქვს გამოსაკვებად, თუ თესლს და მწვანილს ესეთი გზა აქვს, თავისი გზა აქვს და თავისი ბილიკი ამოსაწვერად და ნაყოფის მოსაცემად. იმიტომ რომ უფალმა გითხრა, ხო? კარგი ხე ვერ გამოიღებს ცუდ ნაყოფს. ცუდი ხე ვერ გამოიღებს, არ შეუძლია რომ კარგი ნაყოფი გამოიღოს. შეხედე როგორი ნაყოფები გაქვს. თუ ელოდები კარგ ნაყოფს, არ უნდა იყო ცუდი, ცუდ გარემოში არ უნდა იყო. გებულობთ? შენ უნდა იცოდე სად იყო, ვისთან იყო და როდის იყო. ჰალელუია. და ბევრ ქრისტიანს ეს თვისება, აი ბავშვივით მე შემიძლია, რაც არ არის შესაძლებელი საერთოდ. სულ დაძდევს და შეიძლება სიბერემდეც გაყვეს ზოგს. მე შემიძლია. რასავალდებულა ყოველდღე ბიბლიის კითხვა კაცო. იმიტომ რომ წვენა ხო კითხვისგან არის და მოსმენისგან ამ სიტყვის. შემიძლია მუდმივად არ ვიკითხო, მაგრამ მაინც მექნება წვენა. ნახეთ როგორ მოტყუებულია. მე შემიძლია არ ვილოცო. იქ ვიღაცას ვთხოვ, რომელიმე
საშინაო სახლის ჯგუფში უჯრედზე დავრეკავ და ვეტყვი რომ ილოცეთ ჩემი საჭიროებისთვის და მაინც მომისმენს ღმერთი და შემისრულებს. ესმით? მე ღმერთმა რო თქვა ვინც არ მუშაობს არ ჭამს, მე შემიძლია მაინც ისე მოვაგვარო საქმე რომ არ ვიმუშაო და ვჭამო. აგერ შვილს ვეტყვი მე გაჭმევდი ახლა შენ მაჭამე. და ყალიბდება სიზარმაცე ძვირფასებო. ესმით? ღმერთი ხასს უსვამს ამას. თუ თქვა რომ უნდა იმუშაო, შენ შეგიძლია მუშაობა. მაგრამ ბავშვივით წუწუნებ რომ არ შეგიძლია. რაღაცებს იშველიებ როგორც ყავარჯენს მტკივანი ადამიანი. უკვე არ მაძლევენ, უარი მითხრეს. არა და უფალმა თქვა, მე ვაკურთხებ შენი ხელის საქმეს. თქვა, ამ ხელმა რაღაც უნდა გააკეთოს რომ მოვიდეს კურთხევა. თუ ის ჯიბეებში გაქვს, ან ტელეფონი გიჭირავს და იმით ხარ დაკავებული, რა საქმე აკურთხოს ღმერთმა შენი? გესმით? ძვირფასებო, მინდა რომ ძალიან ყურადღებით იყოთ. თუ რისი თქმა უნდა უფალს ჩვენთვის დღეს. იმიტომ რომ ის გეუბნება ეს შეგიძლია და ეს არ შეგიძლია. ღმერთის შვილს არ შეუძლია სიზარმაცე. მაგრამ არის ვიღაცის შვილი, ვისაც შეუძლია და ვიცით კარგად ვინ არის ის. იესო თქვა თქვენი მამა ეშმაკია. ვის უთხრა ეს მეგობრებო? ურწმუნოთ არა. ის ვისაც წამდა ღმერთი და მიყვებოდა მას. ჰალელუია. დღესაც მოქმედებს პრინციპი. აკრძალული ხილი ტკბილია. გესმეთ? რასაც მიკრძალავენ, რომ არ შეიძლება შენთვის. აი თითქოს ის ეთკბობა და იქეთკენ არის მიდრეკილება ჩემი. იცით, ღმერთმა თქვა, რომ თუ რაიმეზე მე გეუბნები შენ, რომ არ შეგიძლია და არ გააკეთო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მართლა არ შეგიძლია ამისი გაკეთება. შენ გაქვს თავისუფალი ნება მოცემული, არჩევნის უფლება, მაგრამ თუ არ დამიჯერებ, შეიძლება დაგღუპოს, გაგანადგუროს, გესმეთ? მოგწამლოს. ღმერთს არ დაუმალია ძვირფასებო აკრძალული ხილი. მან უთხრა, ისი გაიზრდება თავისუფლად, შენ ხარ თავისუფალი, შენთვის არ შეიძლება ის რო ჭამო. შენთვის არ შეიძლება ეს, იმიტომ რომ მოკვდები. რა უთხრა, სიკვდილით მოკვდებიო. და ფიზიკურად კი არ მოკვდნენ. აგზელებდნენ სიცოცხლეს, მაგრამ აღარ იყვნენ სამოთხეში ძვირფასებო, იმ ედემის ბაღში. ესმით? და დღეს ადამიანები ესე ვთქვათ, როგორც დილით წავიკითხე 66 ფსალმონში. გამრუდებული გზები თვითონ ამრუდებენ. და უნდათ რომ აჩვენონ, წარმოაჩენონ, რომ ის თითქოს არის სწორი. მაგალითად, ბავშვს ეუბნები, არ მიხვიდე ტოქთან, ელექტროდენთან, არ შეყო იქ თითი. ხომ შეგიძლია რომ დენს მოკიდო ხელი? შეგიძლია. ამენ? ანუ ნახეთ თავისუფლებას როგორ ანიჭეს უპირატესობას ღმერთი. ის ამბობს, არ შეიძლება მოკიდება ხელის. შენ შეგიძლია მოკიდო და თუ მოკიდებ, რა მოხდება? გესმეთ? მე ღმერთმა მითხრა, არ შეიძლება რომ ეხლა ფანჯარა გავაყო, გადავაბიჯო და გავიარო. არ მაინტერესებს მიზიდულობის კანონი და ასე შემდეგ. შენ შეგიძლია გადააბიჯო. ამენ? იმიტომ რომ არ შეიძლება. ყოველთვის არ ნიშნავს რომ ამას ვერ გააკეთებ შენ. შენ შეგიძლია ეს გააკეთო. ამენ? თუ უფალი ამბობს, არ შეიძლება რომ გააცდინო დღე ბიბლიის კითხვის გარეშე. შენ შეგიძლია არ წაიკითხო და ეს მე მგონი კარგად გავს გაპრაქტიკებული. შეგიძლია არ ილოცო. შეგიძლია არ შესწირო. ამენ? შეგიძლია არ იხარო და იყო მოწყენილი. მაგრამ აზიანებს ადამიანს. და ზოგჯერ უცებდა სწრაფად კი არა, ნელ-ნელა ძვირფასებო. ამენ? შენ შეგიძლია მაგალითად ყინულზე დადგე. როდესაც სიცივეში იყინება მდინარე. ამენ? შეგიძლია დადგე? რა თქმა უნდა შეგიძლია.
შეიძლება ზოგი ინტერესის გამო აკეთებს ამას. ან როდესაც არის ბრძანება ზღვაზე, არ შეიძლება დღეს ბანაობა. არ შეხვიდეს აცურავოთ. და იქ დროშაც არის, ხო? აღმართული. მაინც შედიან. მაინც იღუპებიან. მაგრამ იცით, რომ დაუშალოს ღმერთმა, იტყვიან რომ ღმერთი მოძალადეა. გესმით? ღმერთი მოძალადე არ არის. არავის არ ათქმევინებს ღმერთი, რომ ის არის მოძალადე. ძალიან ბევრს გონია, რომ ღმერთი მიკრძალავს თავისუფლებას. ღმერთი მიკრძალავს, რომ მე ვისიამოვნო. აი, აკრძალვები აქვს ღმერთს. მე იმიტომ არ დავდივარ ამ ეკლესიაში, რომ აქ არის აკრძალვები. ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. და მინდა ერთი მუხლი განახოთ ძვირფასებო, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ ღმერთი აკრძალველი არ არის. ნახეთ, პავლე მოციქული რა კარგად გვიხსნის. პირველ კორინთელებში ყოველივე ნებადართულია ჩემთვის. ამენ. მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია? ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები. ღმერთი არასოდეს არავის არაფერს არ უკრძალავს ვიფასებო. ამენ. ღმერთი არასოდეს არავის არაფერს არ აძალებს. არასოდეს არ გაუკეთებია, არ აკეთებს და არ გააკეთებს. მაგრამ, აი, როგორც გონივრუ ჭკვიან, ვინ არის გონიერი და ჭკვიანი აქ? აი, შენ მოგმართავს და გეუბნება, რომ ყველაფერი სასარგებლო არ არის შენთვის, ყველაფერი შეგიძლია, ნებადართულია. კი ბატონო, მიდი. იცი, მონა გახდები ამ ყველაფრის. გაუბრაზდი ინტერნეტს, რომელიც დროს გართმევს და შეწოვილი ყავხარ. და ის დრო გამოიყენე ღმერთის განდიდებაში. გესმით? ამენ? აი, რამდენ დროს გართმევს? არა მგონია 1 საათს დღეში გართმევდეს. აი, გაუბრაზდი და უთხარი ამ 1 საათს მე ლოცვებში გავატარებ. დასაჯე ხორცი, რომელიც შენი სულის მტერია. ამენ? ამენ? და თუ 5, 6, 7 საათი მეაქვს. ოი. მაშინ კარგად უნდა გადაწყვიტო, სადა ხარ? ვისთან ხარ? ჰალელუია. გადარჩით? იდება უფალს. შეგიძლია დაიცვა საგზაო ნიშნები და შეგიძლია არ დაიცვა. ძვირფასებო, ნახეთ, ჩვენ მოცემული გვაქვს საგზაო ნიშნები. მე ერთი ძალიან სერიოზული გამოცხადება მივიღე, არის ესეთი ნიშანი. ქვებია დახატული, რომელიც ცვივა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ამ პერიმეტრზე ზემოდან ცვივა ქვა. და ვისთვის არის ეს გაფრთხილება? იცით, ვისთვის არის? ქვას აფრთხილებს, რომ აქ გაივლის ახლა ადამიანი და თუ შენ ამ ადამიანს თავზე დაეცემი, დაიფშნები ქვაო და აღარ იქნები. ამისთვის არის? პირიქით, შენ გაფრთხილებს, მე მაფრთხილებს, რომ აქ ქვა რომ მოხდეს თავში. მარტო კოპეთი ვერ შემოიფარგლები. გაგიტყდება და პრობლემები გექნება. შეიძლება შერყევა მიიღო, შეიძლება საერთოდ მოკლას. მაგრამ არა, უნდა მოსინჯოს, იმიტომ რომ რაც აკრძალულია, იქნებ იქ, იმის უკან არის, იმიტომ რომ ეშმაკმა იცის, როგორ დაგიმონოს. იცი რატო გიკრძალავს? არ უნდა რომ შენ უფრო კარგი ვინმე გახდე. იცი მწყემსი რატო გეუბნება ეკლესიაში პასტორი, რომ ეს არ გააკეთო. შენს ზრდას აფერხებს, რომ დიდი ლიდერი არ გახდე. იმიტომ თვითონ უნდა რომ იყოს ყველაფერი. 1000-ნაირად. იცი, შენ შეგიძლია დაიცვა ინსტრუქცია, შეგიძლია არ დაიცვა. ეს მოცემულია და გეუბნება დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ესე უნდა აწყო მაგალითად კარადა. ან ავეჯი.
ან სხვადასხვა სახის ინსტრუქცია. შენ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, ან არ გააკეთო. შეგიძლია, აკრძალული არ გაქვს. მაგრამ ჯობს რომ გაუფრთხილდე. იცით, სადაც არის ელექტროყუთები, ან თქვათ ეგრეთ წოდებული ტრანსფორმატორები, იქ აწერია არ მიეკარო, მოკლავს, საშიშია. ხომ შეგიძლია მიხვიდე და მიეკარო. კი? დენი არ გეტყვის, აქ არ მომეკარო, მოკვდები. შენ როგორც ჭკვიანი არსება. გონიერი, ვინ არის დარჩა კიდე გონიერი ვინმე? ამენ. უნდა გაითვალისწინო, რომ არ შეგიძლია. ამენ. უფლებას არ გაქვს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ადამიანი რასაც დათესავს, იმას მოიმკის. იცი, ეშმაკი მაქეზებს, მაცდუნებს. რომ შენ გითხრეს რომ არ შეგიძლია, მაგრამ იცოდე ეს ტყუილია და შენ შეგიძლია. ან პირიქით. ადამს და ევას ეგონა ძვირფასებო რომ თავს დაიძვრებდნენ. ღმერთმა უთხრა, არ შეგიძლია. ეს შეგიძლია. ეშმაკი ნახეთ რას აკეთებს, ყველაფერს პირიქით ატრიალებს. თავდაყირა. წუთისოფელი ნუ გიყვარს რატო წერია? იქ თავდაყირაა ყველაფერი მოცემული. ამიტომ რა უნდა გავაკეთოთ? უნდა შევწყვიტოთ ხელებზე სიარული, ამოვტრიალდეთ და დავდგეთ ფეხზე. ამენ. რომ ყველაფერი კარგად დავინახოთ. ძვირფასებო, მოსინჯეთ, არ ვიცი რამდენად შეძლებთ ხელებზე დადგომას, მაგრამ აი რამენაირად ვინმეს დახმარებით, 2-3 კაცის. უბრალოდ თავი ქვემოთ მოათავსეთ თქვენი და შეხედეთ არემარეს. როგორი გამოჩნდება ყველაფერი. ესეა დღეს წუთისოფელი. ამენ. და ვინც დგას ესე, ამბობს რომ ესენი არანორმალურები არიანო. ჰალელუია. ამიტომ არ არის მტკიცება ხალხისთვის, რა როგორ არის. იდექი სწორად და გაყევი უფალს. იდექი სწორად და შეასრულე, გაიგე მისინება და შეასრულე. კაენს არ შეეძლო არ მოეკლა ძმა? შეეძლო არ მოეკლა. ამენ. შეეძლო კაენს არ მოეკლა მისი ძმა. მაგრამ შეეძლო მოეკლა. აბელსაც შეეძლო მოეკლა კაენი. მაგრამ მან იცოდა რომ არ შეიძლებოდა. გესმით ძვირფასებო? ესავს არ შეეძლო მოთმინება? არ შეეძლო? ჰალელუია. გოგა, ხომ შეგიძლია მისმინო? მე მიყურე. საულს არ შეეძლო ლოდინი. გახსოვთ საული? არ დაელოდა. დაასტრო. მღვდლის ამპლუაში შევიდა. მსხვერპლი აღავლინა, რაც არ შეიძლებოდა მისგან. ღმერთმა უთხრა გაანადგურე მტერი. თლიანად ამოხოცე მისი პირუტყვი. და რაღაცამ ჩასჩურჩულა ბიჭო, კარგია. კარგი მწვადი გამოვა. და ასე შემდეგ. სამსონს არ შეეძლო მორჩილება. არაფრისგან ღმერთმა ყველაზე ძლიერ მამაკაცად აქცია. შეიძლება ის გამოიყენებინა ღმერთს მხსნელად კაცობრიობის. გესმით? მაგრამ ვერ ჩააბარა გამოცდა. იუდას არ შეეძლო ერთგულება? ყველაზე ახლოს იყო იესოსთან თავისი საქმიანობით. იცით რა იყო თავარი მიზეზი ძვირფასებო მათი დაცემის? არა ის რომ უარყვეს ღმერთი. აი ესეთი თავის მართლება. ეს ერთი და მორჩა, მეც აღარ გავაკეთებ. გესმით? ერთხელ ხო შეიძლება კაცო, ჩუმად. მე მოვინანიებ და ყველაფერი მოგვარდება. ერთხელ და მეტი აღარ. და არ გამოვიდა. ამენ. შეწყვიტი ამაზე ფიქრი, რომ ერთი შეიძლება და მე შეიძლება მოგვარდეს ყველაფერი.
ერთი დღის ჩაგდება რა უჭერს ახლა რომ ბიბლია არ წავიკითხო კაც მერე გადავიკითხავ აქ რაღაც ეს სასიკვდილო ცოდვა კი არ არის ეს მიხვდით აი ერთხელ არ მივცემ მეათეც და მერე რა ერთხელ არ ვილოცებ და მერე რა აი ერთხელ და всё გესმით აი ერთხელ არ შეიძლება ამდენი ჩემი ცხოვრების მანძილზე ამდენს ვაპატიე მაგრამ ამან ისეთი რაღაც გამიკეთა ერთხელ არ ვაპატიო რა უჭირს ნახეთ რა კარგი მოსაზრება აქვს მსახურს ჯონის თუ თქვენ არ შეგიძლიათ პატიება თქვენ არ შეგიძლიათ სიყვარული თუ თქვენ არ გახასიათებთ სხვების პატიება შესაძლოა თქვენ ქრისტიანიც კი არ ხართ გესმით ამიტომ ქრისტიანი რით გამოირჩევა სხვა მორწმუნეებისგან ზუსტად აქცენტს რაზე აკეთებს ქრისტე ბიბლიაში ვიდრე ყურანი ვიდრე სხვა სახელმძღვანელოები ამიტომ ღმერთი სიყვარულია ამენ არის ღმერთი სიყვარული და რაში მდგომარეობს სიყვარული რომ მოყვასი უნდა შეიყვარო და თუ გიყვარს როგორ ვერ აპატიებ ესე იგი არ გიყვარს და თუ არ გიყვარს ქრისტიანიც არ ახარ გესმით მოდი ესეთ კითხვას დაგისვა გონიერებს მიმართავ ჰალელუია შეგიძლია აპატიო იცი რატო არ პატიობენ იმიტომ კი არა რომ არ შეუძლიათ არ უნდათ გესმით ამ პარტავნობა სხვას კარნახობს არ უნდათ და ამაში არის ყველაფერი ზურფასებო ჰალელუია ბავშვო ეუბნებიან რომ უნდათ რომ აი მაგალითად დედა მოამზადა ბავშვი ასწავლა ლექსი პატარა 2-3 წლის და მოვიდა ხალხი სტუმრები და ეუბნებიან მოდი თქვი და რომ იწყებს ავებას აქვია იგრიხება რა გახვეწინებს და როგორ ახალისებენ ბავშვს და აგდებენ ესე ვთქვა არ იცის მაგან კაცო ეგრეა არაფერი არ იცის დაანებენ მაგას თავი და ამიტომ ერთ-ერთი ანკესია ეს მის დასაჭერად რა ის ცეკვა იცის მაგან კაცო პროსტ დახტის უბრალოდ სიმღერა საერთოდ ხმა არ აქვს და ესე ყვირის ძალიან ბევრი ბავშვი ასეა ზუსტად ფაქტობრივად ყველა ბავშვი ასეა და სამწუხაროდ ეს თვისება დიდობაში მიყვება ადამიანს და ხელს რო არ უშვებს ამასთან ერთად ბერდება ეთყვი ადამიანს რაღაცა მოდი მე ვერა ეუბნები გააკეთე რაღაც მე არ შემიძლია მე ამას ვერ შევძლებ ვერ მოვახერხებ და რა უნდა იცით ეს არ არის თავისუფლება ეს ბორკვლებში ყოფნას ნიშნავს უნდა რომ ეხვეწო უნდა რომ ეფერო მოგაფერებინოს თავი გესმით ვინ გითხრა რომ არ შეგიძლია უარს რომ ამბობ მე ამას ვერ გავაკეთებ თუ უფალმა თქვა რომ ეს შეგიძლია ღმერთს შესწორებას აძლევ ღმერთო შენ გითხვი რომ მე შემიძლია რაღაც მაგრამ ეს უკვე აღარ შემიძლია და ეს უნდა ჩაწერო ბიბლიაში დაუშვი გამონაკლისი ჩემზე გესმით ჩაიხედე შენს გულში რაღაცას რო არ აკეთებ რაც ბიბლიაში წერია მართლა არ შეგიძლია თუ არ გინდა და ვის არ უნდა ეს შენი ხორცია რომელიც ტერი არის შენი სულის ამენ აი როგორც ბავშვს ეუბნები რომ შენ ამას ვერ გააკეთებ კაც ნახე როგორ არ იცის და დაავიწყდა ნახე არა და იცის მაგრამ მას უნდა რომ ეფერო მიხვდი მას უნდა რომ ეხვეწო მას უნდა რომ გამოგსტყუოს ქთამი
მოდი კამფეთს მოგცემ და თქვი. და უკვე კამფეთი ბევრი აქვს ნაჭამი და ცოტა უფრო კარგი რაღაც უნდა, შოკოლადი. დიდი ბამბანერკა. ან რაღაც კარგი ბოტასები. რითი ყავს გამოჭერილი? ორივეს ერთმანეთი აქვს. ამენ. აი ასე რო გვითხრას ღმერთმა. ნახე. ტყუილად მოგაქვს თავი რომ მორწმუნე ხარ. შენ არ შეგიძლია და სულ არ იცი რა არის მორჩილება. ასე გვეუბნება ღმერთი? შენ არ შეგიძლია კაცო ურჩობა, ისა ერთგულება. ამას გვეუბნება ღმერთი. აი ბავშვი ეუბნები, არ შეუძლია და მე რო იწყებს ხტუნვას და მღერის. ეს გინდა ღმერთმა გაგიკეთოს და გეფეროს. თავდაბლობა არ შეგიძლია შენ და დაჯერება. და არა გამოვა როგორ არა შემიძლია. ესეთი წახალისება გინდა და ამას ელოდები? ხარ ქრისტიანი. ვინ არის ჭკვიანი ქრისტიანი აქ? ჰალელუია. ამენ. იცოდე ზვირფასო რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია. ამენ. ისეთი ცხოვრება. ამდენი საცდური. ზვირფასებო. იცით უფალი რას ამბობს? ღმერთი არავის არ სცდის. ყველა თავისი გულის თქმებით იცდება. თუ ადამიანი ვარდება ამა თუ იმ განსაცდელში, იაკობი გვეუბნება ეს იმიტომ რომ უნდა თავისი სურვილია ეს. აქ საერთოდ არ არის კითხვა დასმული იმაზე, შეგიძლია თუ არ შეგიძლია. გინდა ცოდვა, გიყვარს ცოდვა. დამაგებრებული ხარ წუთისოფლთან, რომელიც არის ცოდვით გაჯერებული. და გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დარწმუნდე. ნახეთ, ფარაონის მაგალითი ძალიან აშკარა არის. 10-ვე ჯერზე მანამდე ეგონა რომ შეძლებდა გაჩერებას ღმერთის, 10-ვე ჯერზე მიყვა ღმერთი. დაერწმუნა რომ არ შეუძლია და მაინც სუნდა. მაინც გაეკიდა და საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რატომ? ეგონა რომ შეძლებდა. რასაც ღმერთი გეუბნება რომ არ შეგიძლია, არ მოტყუვდე რომ შენ შეძლებ. აი მე მაინც რაღაცას ვიზამ ისე რომ შევძლებ. რატო დაიხჩო ფარაონი არმეით? ეგონა რომ შეძლებდა. 10 გაკვეთილი ჩაუტარდა, 10 სესია, სემინარი. გესმენთ? ღმერთი უტარებდა სემინარებს. მასტერ კლასებს ატარებდა ღმერთი. ჰალელუია. 10 ჯერ დაარწმუნა, რომ არ შეგიძლია ღმერთის წინააღმდეგ წასვლა. განსხვავებით საულესგან, რომელიც პეტრე გახდა იმის გამო, დარწმუნდა, რომ არ შეუძლია ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა. და დღეს ფარაონზე ძლიერები არიან ძვირფასებო ეკლესიაში. გონიათ რომ შეძლებენ. და ღმერთის მოთმინება, ნახეთ, მისი სიკეთე რაში გამოიხატება, პავლე მოციქული ამბობს, რომ მოინანიო იქნებ და მიხვდე. ეგრეა? არა, მოდი აიღეს მაგალითი ფარაონის. როდის მიხვდა ფარაონი, რომ მართლა არ შეეძლო? რომ დაიხჩო და გინდა მერე მიხვდე? მიხვდი დროზე. ამენ, დროზე. თვითფასებო, მე ძალიან მიყვარს ეს შედარება, მე მგონი დერეკ პრინსის წიგნში მაქვს წაკითხული ძალიან ბევრი აქედან ახალგაზრდებით დაბადებული რო არ იყავით მაშინ. რას ნიშნავს მიდიხარ და ვიღაცას მოყავს ძაღლი და პირბადე აქვს. ეს პირბადე ნიშნავს იმას, რომ ეს ძაღლი მოგეფერება ეხლა? ეგრეა? რას ნიშნავს პირბადე? ის რო არ კონდეს გიკბენ, შეგჭამს. ამენ? და იცით ათიმცნება რა არის ზურფასებო? ერთგვარი პირბადე ჩვენთვის. ღმერთი გვაფრთხილებს. ამ ათიმცნები, ძალიან ბევრი რო გვეუბნება, მე ათიმცნება ვიცი, ესე იგი ქრისტიანი ვარ. ათიმცნება კი არ იცი. ღმერთი გეუბნება თუ ვინ ხარ სინამდვილეში, რომ კერთაღვალისებელი ხარ, რომ მშობლების ურჩი ხარ და პატივს არ მიაგებ, რომ კრებულის გამცდენელი ხარ და ეკლესიის
მიმტოვებელი, რომ კვლელი ხარ, ქურდი ხარ, სხვისი რაღაცები გინდა და შურიანი ხარ, ეჭვიანი ხარ, ჭორიკანა ხარ. მეც ჩვენ გვეუბნება ამას უფალი ძვირფასებო. აი რას ნიშნავს 10 მცნება? რატო ამბობს აბა უფალი, არ მოიპარო, არ მოკლა, არ იცრუო. ესე იგი ამას ვაკეთებ, იმასაც ვაკეთებ და იმასაც ვაკეთებ. გესმენთ? რატო ამბობს უფალი, როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ოქროს კვეთა, ხო? ოქროს მუხლი. საუკეთესო, ისე მოეპყარი სხვას. რატო მეუბნება ამას, ესე იგი არ ვაკეთებ. ამენ? ამიტომ ღმერთი ამბობს ძვირფასებო, შენ არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება. ამიტომ არ უნდა გააკეთო, შენ შეგიძლია რაღაცის გაკეთება და უნდა გააკეთო. გესმენთ? და ნუ ღარ გგონია რომ შეგიძლია. ჰალელუია. ისწავლე და აიღე მაგალითი ფარაონისგან. მას ეგონა რომ ბოლომდე შეძლებდა. აი, ნახე როგორი ჯიუტი იყო, უნდოდა რომ დაემარცხებინა ღმერთი. ღმერთის მადლი შეგაძლებინებს. მეორე კორინთელთა 3:5-6. ნახეთ რა საოცარ რაღაცას ამბობს მოციქული პავლე, რომელმაც გაიგო პირველივე ჯერზე, რომ მას არ შეეძლო ქრისტეს წინააღმდეგ წასვლა. არა იმიტომ რომ საკუთარ თავს თვლით რამის შემძლებად. ხო არ თვლი შენს თავს რომ რაღაც შეგიძლია. ამიტომ პრობლემები. გესმის? როგორც კი ჩათვლი შენს თავს რომ შენ შეგიძლია, რა? პატარიდან იწყება ძვირფასო. მომისმინეთ. შენ შეგიძლია რომ გააცდინო ერთი კრებული. გესმის? შენ შეგიძლია რომ ერთხელ არ აპატიო. შეგიძლია რომ ერთხელ არ მისცე. ამენ. შეგიძლია რომ არ გაინთავისუფლებ თავს ეკლესიისგან. აი, თვეში მივალ ორჯერ და ორჯერ შემიძლია არ მივიდე. ბოლო-ბოლო წუთის ოფელსაც ხოლმე დაუჯერვა რა. იმიტომ რომ ის მეუბნება ყოველ დღე დადგინდა. მე ახლად რო ჩამოვედი, ესეთი გავარვარებული მორწმუნე, რას მეუბნებოდებ ჯო? ამდენი ყოველ დღე კითხვა რადგინდა კაცო? ჰალელუია. ამენ. ყოველთვის ეკლესიაში სიარული რადგინდა. და ნახე, აი, მათი გულიც რომ მოიგო, მოდი ესე გააკეთე რა. გაათანაბრე. ზოგჯერ იქ იყავი, ზოგჯერ აქა. ამენ. ზოგჯერ სახში დარჩი, კაცო, საქმეები გაქვს ქვეყნის. ამას ეშმაკი დღესაც გეუბნება, ან ეცდება რომ გითხრას, სხვადასხვა სახით, რა საჭიროა. გესმენთ? ამიტომ ნუ გგონია რომ რამე შეგიძლია, არამედ იმიტომ რომ ღვთის მიერ არის ჩვენი შემძლეობა, თუ რამ შეგიძლია ღმერთის მეშვეობით. და იცი, განაშესაძლებელია ღმერთის ძალისხმევით არასწორი რაღაცა კეთო. მან მოგცა შეძლება, ყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა. ერთადერთი რაც შეგიძლია, ძალიან ძლიერად რომ გამოგივიდეს. უფალს ეს მსახური, ახალი აღთქმა, ახალი სისხლი, ეკლესია. ამენ. მახარებლობა. რას ნიშნავს ახალი აღთქმის მსახურება შეგვიძლია? ღმერთმა გაგვანთავისუფლა ძველი აღთქმის მსახურებისგან, რჯულის მომსახურებისგან, იმიტომ რომ თუ რჯულს არ ასრულებ, დაიღუპები. და ღმერთმა გაგვანთავისუფლა. ასობით, იცი დღეს რელიგიური ორთოდოქსი ებრაელები. აი, იტანჯებიან, მაგრამ მაინც ვერ ასრულებენ ამ რჯულს, შეუძლებელია. იესოს გარდა ვერავინ ვერ შეძლო აღსრულება, მაგრამ მაინც ეცდებიან, მაინც მოლობაში არიან. და იესო გვეუბნება, ნახეთ პავლეს მეშვეობით, რომ ჩვენ აღარ ვარ ძველი აღთქმის ამ ასოების. გესმენთ? შემსრულებელი, არამედ ახალი აღთქმის. იმიტომ რომ ასო კლავს, სული აცოცხლებს. რჯული, საქმეები მოკლავს. მხოლოდ რწმენა, ამენ, გადაგარჩენს. ამიტომ დაიმახსოვრე ჩემო კარგო, რომ რაც შეგიძლია, ეს არის ღმერთის ნებაში ყოფნა. და ის შეგაძლებინებს ყველაფერს, რომ გააკეთო. გახსოვთ, მოსევ რომ ზვერავები გაუშვა. 12 მზვერავი. და იცით, ესეთი ასოციაცია იქმნება, რომ ეს მზვერავები იყვნენ ესეთი დაჩლუნგებული და დაჩაჩანაკებული ავადყოფი, სუსტები, რაღაც უცოდინარი, რაღაც განდეგილები, გესმით, გარიყულები, ძვირფასებო, მაგრამ არა. ყოველი იყო წარმომადგენელი თავისი ტომის და ტომი, ესეთ შემთხვევაში საუკეთესოს გზავნის.
ყველაზე აი ნაღები ძვირფასებო ამ ბრძოლი ეს ამ თემიდან. ხო არის ხოლმე გვარი რო იკრიბება, ვინ უფრო ავტორიტეტული ვინც არის ეცდებიან ისინი იმათ ათქმევინონ სიტყვა და მოусმინო. ესეთები იყვნენ ყოველი მათგანი. მაგრამ 10 აღმოჩნდა. აი ისე კი იყვნენ თქვა ესე ნუ თქვა თუნდაც ფიზიკურად ძლიერნი. მაგრამ ჩაუვარდათ გული ნასკებში. გესმეთ? ფიზიკური ხედვა გამოიყენეს, რამაც დაამარცხა ისინი. ამიტომ თქვა იესომ, თუ თვალი გაწტუნებს, ამოითხარე. რას ხედავ, ეს არ არის მთავარი. სულში რას ხედავ და რა არის წარმოჩენილი. და ათმა რა თქვა ძვირფასნო? ვერ შევძლებთ. გვითხრესო კალიები ხართ და აღიარეს გაიმეოროს რომ მართლა კალიები ვართო. მაშინ როდესაც ორმა თქვა საპირისპირო, მოდით ნახოთ ეს ადგილები. გააჩუმა ხალებმა ხალხი მოსეს წინაშე და თქვა, წავიდეთ და დავიმკვიდროთ ის ქვეყანა, რადგან ძალგვიც მათი ძლევა. ესენიც ისევე კალიებივით ჩამდნენ, იმიტომ რომ ისინი იყვნენ გიგანტები ძვირფასნო, მაგრამ 10 კაცმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს, ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გასვლას, რადგან ჩვენზე ძლიერია იგი. ნახე, ერთი და იგივე სურათი დაინახეს, სხვა არა, ზუსტად იგივე. მაგრამ ნახეთ, უმეტესი დღეს არის უარყოფითი აზროვნების, გესმეთ? და ძალიან ცოტა ვინც ამბობს რომ მეც ისეთივე ვარ შენნაირი, მაგრამ ღმერთთან ერთად შემიძლია. ამენ. ღმერთის ერთად მე შევძლებ იმას უფალო რაც შენ მითხარი რომ გავაკეთო. ბიბლიის შესრულება იცით როგორი ადვილია? ღმერთის ერთად. ღმერთთან ერთად. მხოლოდ ქრისტეში და მასთან ერთად შენ ამას შეძლებ. ამენ. ოცნელია. ხო არის არა რაღაცეები, რასაც ხორცი კარნახობს ეგრევე რომ ეს ძნელია გასაკეთებლად. მაგრამ დაიმახსოვრეთ, ძნელი არ ნიშნავს შეუძლებელს. მოდი ყველამ ერთად თქვა, ძნელი არ ნიშნავს შეუძლებელს. ძნელი არ ნიშნავს შეუძლებელს. ამენ. რა არის საჭირო ეს შეუძლებელი რომ გააკეთო? ცოტა იშრობა უნდა შემოგარგო. ამენ. დაისახო მიზნად. თქვა უფალო, შენ თუ მომცემ ძალას, შენი ნება თუ არის, ეს გამოვა და ვინმე ვერ გამაჩერებს. მაგრამ თუ ღმერთის ნება არ არის ვიფასნო, რა რესურსიც არ უნდა გქონდეს. ყველაზე ჭკვიანები ირგვლივ, ყველაზე ძლიერები ირგვლივ, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მდიდრები, თუ ღმერთის ნება არ არის, არაფერი არ მოხდება. ყველაფერი შეიძლება დაიწყო, მაგრამ არ დამთავრდება. გებულობთ. ამიტომ უნდა ღმერთს რომ სწორად ყველაფერი მივატოვოთ, მივიდეთ მასთან და უთხრათ უფალო მაპატიე, რაც არასწორი იყო ჩემ ცხოვრებაში, შენთან ერთად მინდა დავიწყო. სწორი და სუფთა ფურცლიდან. ამენ. აბსოლუტურად სწორი და სუფთა ფურცლიდან. და მსახურების ბოლოს მე მინდა რომ მაქვს იქ ეკრანზე დაკუჭული 25 წელი და ძალიან სუფთა გაპრიალებული 26 წელი. მე მინდა რომ ესე გადავიდეთ დღეს. ამენ. აბსოლუტურად. მოდით ნახოთ შემდეგი და უკვე ნელ-ნელა წავალ დასასრულისკენ ძვირფასებო. ღებულობთ რამეს დღეს. ჰალელუია. მე მინდა რომ აქედან რომ გახვალ შენ იცოდე. არა მხოლოდ ის შეგიძლია თუ არა. ღმერთისგან რა არის დაკანონებული. თუ რა შეგიძლია, რა არ შეგიძლია და აღარ მოიქცე ისე. ჰალელუია. უფალმა თქვა ძვირფასებო. ორ ბატონზე მომსახურება არ შეგიძლია. რას ნიშნავს ეს? ძალიან მარტივად გეტყვით. ხშირად ვიმეორებ. მინდა რომ დაიმახსოვროთ. უფალმა თუ თქვა, ვერ შეძლებ ორ ბატონზე მსახურო, შეგიძლია სცადო. მაგრამ უფალმა თქვა, ვერ შეძლებ მაინც. რაც არ უნდა სცადო. ამენ? უფალს არ თქვავს, არ გაბედო ორ ბატონზე მომსახურება. მათ თქვა, ვერ შეძლებ. იცის მან შენზე მეტი. იცის. ამიტომ ყველა ბატონები მიატოვე. დაირჩიე უფალი რომ შეძლო და გააკეთო ყველაფერი. ჰალელუია. მოდით ნახოთ, არიან ესეთი
პესიმისტები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ შენ ეს არ შეგიძლია, როცა უფლის ნებაზე ვარ და გვაჩერებენ. შენი ცხოვრება შენს ხელშია, ნუ მოусმენ ასეთ ადამიანებს. ნახეთ, ერთი ყვირის, შენ არ შეგიძლია ამის გაკეთება. მეორე, ძალიან რთულია, ვერ შეძლებ. მესამე, ბიჭო, დაბრუნდი, ჩამოვარდები. მაგრამ ზრდა როდის ვითარდება, ჩემო კარგო? როცა შენ უფალს უსმენ, იმიტომ რომ გითხრა, შეგიძლია. ამენ. თუ უფალმა გითხრა, არ შეგიძლია, არ გაბედო ასვლა. მთელი ქვეყანა რო ტარს გიკრავდეს. ამენ. მაგრამ თუ უფალმა გითხრა, შეგიძლია. რა მნიშვნელობს ვინ გეუბნება, არ შეგიძლია? შენ და უფალი შეძლებთ. იმიტომ რომ უფალი არ მარცხდება. ამენ. უფალი არ მარცხდება. გეყურებათ? უფალი არ მარცხდება. ჰალელუია მას და დიდება. ხება მას. არ მარცხდება იესო. ამიტომ ვერ დამარცხდები. ყველას რომ უნდა შენი დამარცხება. უფალთან თუ ხარ, შეუძლებელია. გესმის? იცი, ჩვენ ვიცით ესეთი სპორტული მასში გავიზარდეთ. ყაიმი ნიჩიას რო ვეძახით, უფალთან ნიჩიაც არ იქნება, სულ გამარჯვება. ჰალელუია! ამენ! დამთავრდა ყაიმის დრო, წაგებაზე საუბარი არ არის. გამარჯვება მხოლოდ. ოღონდ უნდა იყო უფალთან და მხოლოდ უფალთან. ნახეთ, შეხედე შენს თავს. აქამდე როგორ იქცეოდი? მაქსიმუმს დებდი უფლის განსადიდებლად? თუ შეგეძლო მეტი. ნახეთ, ერთი ძალიან სერიოზული ფსიქოლოგია. რას ამბობს? თუ იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები. იყავი საუკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ამენ? თუ შენ ხედავ დღეს, რომ უფრო მეტი შეგეძლო, ან უფრო მეტი შეგიძლია, მეტი დრო მიუძღვნა უფალს, მეტი დრო მიუძღვნა ბიბლიას, მეტი დრო მიუძღვნა ლოცვებს, მეტი დრო მიუძღვნა ეკლესიას. ვერ იქნები ბედნიერი, იმიტომ რომ შეგიძლია. და უფალთან ერთად შეგიძლია. ნუ ტყუდები, რომ არ შეგიძლია, თავი გტკივა, ცხვირი გტკივა, ყური გტკივა, წნევა გტკივა. ნუ ტყუდები. უფალმა თუ თქვა შეგიძლია, უნდა შეძლო. ამენ. თუ არ შეგიძლია დგომა დაჯექი, მაგრამ მაინც წინ წადი. ამენ. თუ ჟდომა არ შეგიძლია იფოთხე, მაგრამ მაინც წინ წადი. შენ შეგიძლია. ჰალელუია. უთხარი რამოდენიმე შეზირბლივ, შენ შეგიძლია. შენ შეგიძლია. ამენ. ამიტომ ძვირფასებო, მოდით ვისწავლოთ. არა ვინმეს შევეჯიბროთ. ამენ. ვინმეს კი არ უნდა შევეჯიბროთ. ჩვენს თავს შევეჯიბროთ. ვინმეზე კი არ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. ჩვენს თავზე ვიზეიმოთ გამარჯვება, რომ უკეთესი ვარ მე დღეს, ვიდრე გუშინ ვიყავი. ხვალ უკეთესი ვიქნები, ვიდრე დღეს. ამენ. დავიწყოთ ზრდა ძვირფასებო, იმიტომ რომ შეგვიძლია, თქვი შეგვიძლია. ჰალელუია. როგორც დანიელმა თავის თავს აჯობა ძვირფასებო. ლომებს კი არა. ამენ. ლომებს კი არა. ჩემო კარგო. მეფეს კი არ აჯობა. ღმერთს კი არ აჯობა. თავის თავს აჯობა. ამენ. როგორც შედრახმა, მეშაქმა, აბედნეგო, მოდით ნახოთ ეს საოცარი ადგილი ძვირფასებო. ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ცეცხლით გავარვალებული ხუმელიდანაც გვიხსნას და შენი ხელიდანაც გადაგვარჩენს მეფეო. ვინ ხარ შენ? რომ ცეცხლში მაგდებ? მე ღმერთის კაცს, რომელმაც მითხრა რომ შემიძლია მას ვენდო, რომელმაც მასწავლა როგორ ვენდო და როგორ ვიყო მორწმუნე მისი. ამენ. და დაამსხვრიეს. იცით, ვინ დაამსხვრია? შედრახის, მეშახის და აბედნეგოს, არა ხორცმა, არამედ სულმა. იმიტომ ხორცი კანკალებს. ხორცს ეშინია პრობლემის. მაგრამ თუ სული ცოცხალია და არის თანამცხოვრები სული წმინდასთან, შენ ყველაფერს შეძლებ. ჰალელუია. თუ იმას შევძლებ ყველაფერს იესოს სახელით. იესოს რწმენას ვირფასებო, მის და მის რწმენას შეუძლია ყველაფერი ჩვენში. არასოდეს არაფერი არ დაეწყო იესოს გარეშე. იესო დღეს ეკლესიის თავია.
არაფერი არ გადაწყვიტო შენი დაძმების, შეთანხმების და ლოცვის გარეშე. ამენ. აქ მოგვიწოდა, აქ შეხვარა ღმერთმა, აქ შვა. ჰალელუია. და აქ უნდა რომ გავიზარდოთ, აქ უნდა რომ მოგვგლესოს, აქ უნდა რომ წარმატება მოგცეს. ამენ. შეიძლება გუშინ ვიღაცას არ მოწონდი, დღეს არ მოწონხარ. ის იქნება ყველაზე მაგარი მხარდაჭერი შენი. შენ რაღაცაში უნდა გაიარო. ნახეთ რას ამბობს იესო ძვირფასებო. მე ვაზი ვარ, თქვენ კი ლერწები. ვინ ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. აღარ დაიწყო რამე საქმე თუ გაქვს, ან გადაწყვეტილება, ან გეგმები იესოს გარეშე. უჩემოდ ვერ შეძლებთ, ყულა დაიხარჯები, გაიფლანგები, დავადდები, არ ვიცი, შეიძლება ბევრი იღუპება. აუ მე მაინც უნდა გავაკეთო. ვის ეჯიბრები ადამიანო? ვის გინდა რომ აჯობო? ჯობლი არ გაილევა. ჭკვიანზე ჭკვიანი არ გამოილევა, ძლიერზე ძლიერი არ გამოილევა. ჩემპიონზე ჩემპიონი არ დამთავრდება. გესმით? ყველა მოკვდავია. ვის ეჯიბრები? ამიტომ მობრუნდი, დაბრუნდი, შენს ადგილს დაუბრუნდი. შენ სულიერ აკმას დაუბრუნდი და თავიდან დაიწყე. პარალელურად დაიწყე იესოსთან ერთად და ის მოგეხმარება. ჰალელუია. მოდით ნახოთ შემდეგი საოცარი მოსაზრება მუდის ძვირფასებო. წმენა ყოველთვის შესაძლებელს, ყოველივე შესაძლებელს ხდის, სიყვარული კი ყველაფერს ხდის ადვინს. რწმენით ყველაფერი შეიძლება. ვისი რწმენით? შენი იესოს. ამენ. რაც მისინება, სიყვარული გიადვილებს საქმეს, შენ გიყვარს. ამენ. ამე შენ ძულ ხარ და უფალო აკურთხე. ისეთ უფალი რას ამბობს ძვირფასებო? თუ შენი მოყვასი, რომელსაც ხედავ და არ გიყვარს და ამბობ რომ ღმერთი გიყვარს, არ შეგიძლია ღმერთის სიყვარული. ალო? როგორ მეუბნები მე, რომ მე შემიძლია ღმერთო მიყვარდე, რომელსაც ვერ მხედავ, მაშინ როდესაც ვისაც ხედავ ის გძულს. ჰალელუია. მიყვარხარ. უთხარი შენს გვერდით ვინც არის მიყვარხარ. კეფაში დაარტყი ესე ხელი, გააღვიძე და უთხარი მიყვარხარ. ჰალელუია. ამენ. მიყვარხარ. ჰალელუია. ქება უფალს ვირფასებო. ქება ჩვენს უფალს. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ რაღაც არ შემიძლია. გესმის? ძალიან ბევრს გონია, რომ ეს მე არ შემიძლია, ეს იმას უფრო შეუძლია. ან მე შემიძლია, ძალიან ბევრს გონია. მეგობრებო, ნახეთ, განსაცდელი და გამოცდა აუცილებლად გვაჩვენებს, ვის რა შეუძლია და ვის რა არ შეუძლია. ამენ. განსაცდელი და გამოცდა გაჩვენებს. მე მუშაობა არ შემიძლია. ინვალიდმა შეიძლება თქვას, რომ არ შეუძლია. მაგრამ ვიცით რამდენი ინვალიდი მინახია ჩემო ძვირფასებო. ამიტომ როდესაც შეწყდა წყარო შემოსავლის, რაღაც ფაჩუნი დაიწყეს. მე ის სურათიც ამოაგდე, მაგრამ მამა ერთი უხელო ის არის, რომელიც მიმას ათრევს, ნახე მაგ იმაზე. და მინდა ვნახოთ ახლა. მაგ ნევს. ხელი არა აქვს და მუშაობს. ზემოთ უნდა იყოს სადღაც. ძალიან საინტერესოა. ამიტომ გონია რომ არ შეუძლია, მაგრამ როდესაც საჭიროება მოითხოვა, შეძლო. ამენ. მიჩვეულია ზოგი, რომ რაღაცა არ შეუძლია. ბავშვი მიჩვეულია, რომ არ უნდა იმუშაოს, მაგრამ დედიკომ უნდა აჭამოს, მაგრამ როდესაც იზრდება ბავშვი, მერე უკვე ხვდება, რომ თურმე რაღაც თვითონაც უნდა გააკეთოს, იმიტომ დედა აღარ აძლევს. გესმით? საჭმელს. წადი იმუშავე შვილო. ამენ. განსაცდელი და გამოცდა გაჩვენებს ამას. თუ რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია. ნახეთ,
მე ამის მერე აღარ იტყვი რომ რაღაც შეგიძლია ან არ შეგიძლია. ამას თუ შეუძლია ხელები არ აქვს. მაშინ შენ შეგიძლია. ჩემთან ხარ ძვირფასებო. ამან თუ შეძლო მუშაობს და გამოიმუშავებს ორს. შენ რისთვის გაქ ხელი? ეს ფეხი, ეს თავი მხრებზე დადებული, რომელიც მარტო იზრდება უსაქმურობით. დაიწყე ფიქრი, რომ როგორ დაიწყო, რაღაცის კეთება და ღმერთი გაკურთხებს. გაკურთხებს აუცილებლად. ამენ. ჰალელუია. მოდით ნახოთ ლონგფელო რაღაცას ამბობს ძვირფასებო. ჩვენ საკუთარ თავს ვაფასებთ იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. თავად, მაშინ როდესაც სხვები გვაფასებენ იმის მიხედვით, თუ რა გავაკეთეთ უკვე. ადამიანები დღეს ტრაბახობენ, რომ ეს შემიძლია. და კაციშვილს არ აქვს დანახული რა შეგიძლია. მაგრამ ხალხი აფასებს ადამიანებს რითი, მან ეს გააკეთა. გესმენთ? ამენ. ამიტომ დასაწყისში იქადი და თავს იქებ, რომ შენ რაღაცა შეგიძლია. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. უფლის ერთად დაიწყე და უფლით იქადე. უფლით იამაღე. უფლით იქე თავი. იმიტომ რომ მასში ყველაფერს შეძლებ. ის შეგაძლებინებს. ამენ. ღმერთი თუ გინდა, მაშინ შეგაძლებინებს. დავითი გამოვიდა არმიიდან ძვირფასებო. მთელი არმია შეშინებული იყო და ყველა ამბობდა არ შეგვიძლია გოლიათის დამარცხება და ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მაგრამ აღმოჩნდა ერთი ბიჭი, რომელსაც თქვა მე შემიძლია. რატო? გოლიათს კი არ უყურებდა, ღმერთს უყურებდა. ამენ. შეწყვიდე გოლიათებზე ყურება. ღმერთ შეხედე. ღმერთო, რამხელა გოლიათია ჩემს წინ, როგორ გემსახურო? და ღმერთს უყვები გოლიათის შესახებ, რა შეაინტერესებს შენი გოლიათები ღმერთს? რა შეაინტერესებს შენი პრობლემები ღმერთს? მოდი, გადააბრუნეს ფირფიტა და პლასტინკა. იცი რა უთხარი? იცი რა უთხარი გოლიათს? მე დიდი ღმერთი მყავს. მე დიდი ღმერთი მყავს. მე ყოვლისშემძლე ღმერთი მყავს. ამენ. და შეიცვლება შენი ცხოვრება ძვირფასო. ჰალელუია. შეწყვიტე პრობლემების მიყვანა და მიტანა ღმერთთან. ღმერთი მიუყვანე პრობლემებს და გაქრებიან ისინი შეხედავ აღარ იქნებიან. ეს ათხართ. ჰალელუია. მეთანხმები? ამენ. უფალს დიდება. უთხარი უფალს მაგარი ხარ ღმერთო. ხება ღმერთს. იესო მოქმედებდა ძვირფასებო ღმერთის ნებით. იცით ის რას ამბობდა? რას ამბობდა იესო? მე ჩემი ღმერთის ნების გარეშე არაფერს გაკეთება არ შემიძლია. და თუ იესო არაფერს აკეთებდა მამის გარეშე, შენ ვინ ახარ ესეთი? იოანე 5:30. ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ნახეთ ვინ ამბობს ამას. იესო ამბობს არ შემიძლიაო და შენ ვინ ახარ ყოვლისშემძლე ესეთი კაცო? თავად იესო ამბობს არაფრის გაკეთება არ შემიძლია ჩემით. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხო ჩემი სამართლიანი, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. ძვირფასებო დავიმახსოვროთ, გთხოვთ, თუ იესომ თქვა რომ მე არ შემიძლია არაფერი, შენ მით უმეტეს გაბედულად შეგიძლია თქვა რომ მე მამის ნების გარეშე არაფერი არ შემიძლია. შეიძლება შევძლო, მაგრამ არაფერს არ გავაკეთებ. თუ მამის თანხმობა, მისი ბეჭედი და ხელმოწერა არ არის ჩემ ცხოვრებაზე. ამენ. შეწყვიტე, იმიტომ რომ ეს არის ეშმაკის ტყუილი. შეიძლება დაგაყაროს რაღაც წარმატება დასაწყისში, მაგრამ გამოგიცლის, აი რო არ ელოდები მაშინ ყველაფერს, საყრდენს და მერე წლების მერე თავიდან დაწყებას დღეს შემოbrunდი და თავიდან დაიწყე ყველაფერი უფალთან ერთად, მხოლოდ მასთან ძვირფასო. ამენ. მოინანიე შენი ნება. უფალს უთხარ ღმერთო მაპატიერო ჩემი ნებით, ჩემი შეხედულებით ფიქრობდი რაღაცებს, მეგონა შევძლებდი და მინდა რომ აღარ გავაგრძელო. იცით ღმერთმა იუდას მეფეს რა უთხრა ძვირფასებო? წერი შემოესია და
ისრაელის მეფეს უთხრა დამეხმარეო, ფული გადაუხადა ჯარისკაცებს და მივიდა წინასწარმეტყველი და უთხრა ღმერთმა დამაბარა რომ ჩაშალეს გეგმა. და რა შეუნება იცი? კი, ახლა დაგიჯერებ, ნეტა დროზე მეკითხა, მაგრამ ამ თანხას რა გაუყოვო? ჩადებული მაქვს საქმეში. და იცით რა უთხრა? ღმერთს იმაზე მეტის მოცემა შეუძლია. ღმერთს იმაზე მეტის მოცემა შეუძლია. ღმერთს იმაზე მეტის მოცემა შეუძლია. ამენ. დაანებე ყველაფერს თავი. უფრო მეც მოგცემს. იქ არ არის რაღაც პატარა თანხაზე საუბარი ძვირფასებო. მილიონებზეა. უფრო მეც მოგცემს, თუ ჭკვიანად იქნები, თუ მისი ნების გარეშე აღარ გადადგამ ნაბიჯს. ჰალელუია. ღმერთი გაგაძლიერებს და დაგეხმარება, რომ შეძლო. გინდა? ნახეთ, უცნობილესი მუხლი ძვირფასებო, ფილიპელებიდან. ყოველივე ძალმით, ჩემი გამაძლიერებლის ქრისტეს მეშვეობით. ქრისტე არ გაგაძლიერებს, თუ შენს ნებას ეძებ. მაგრამ თუ მის ნებას ეძებ, ისეთ ძალას მოგცემს, მთელი საზოგადოება პირს დააბჩენს. და მოდი, ხალხს შენს შესაძლებლობებზე და გავლენებზე კი არ დააბჩენინო პირი, ღმერთზე დააბჩენინე პირი. ამენ. გადატანით ვლაპარაკო, რომ თქვას, რა ღმერთი ყოლია. მეც მინდა შენი ღმერთი. როგორც პავლე მოციქული რომაელებში ამბობს, ძალიან ბევრი მორწმუნის გამო იგმობაო ღმერთის სახელი. აქ ესეთები არიან, იქ სხვანაირი. ყველგან ერთნაირი უნდა იყო. ამენ. აბსოლუტურად ყველგან. მოდით ილუსტრაციებია ძვირფასებო და უკვე ვამთავრებ ამით. არ შემიძლია აიღე მაკრატელი და მიაჭერი არ. ამენ. შემიძლია რომ მიაჭრი რა დარჩება. ნახეთ, მე შემიძლია ღმერთის ნების შესრულება. ამენ. თქვენ შემიძლია ღმერთის ჭკვით სიარული. შემიძლია დაუჯერო უფალს. ჰალელუია. და ეს კიდე ძალიან მომწონს ეს ილუსტრაცია იესოზე. კენთ ნიშნავს შეუძლებელია. ხო მამა? მასწავლებლები მისწორებენ. ნახეთ, იესო მივიდა შეუძლებელია, სადაც ეწერა ბოლო თეასო არის ჯვრის ფორმით. მოკიდა ჯვარს ხელი, წაიღო და დარჩა კენ, შევგიძლია. იესომ შეძლო შეუძლებელი ჩვენთვის ვიფასებო. ამენ. და თუ იესომ ჩვენთვის შეძლო შეუძლებელი, შენ მადლიერების გამო ყველაფერს უნდა აკეთებდე იესოს სახელით და ყველა თქვა ამინ ჩვენს უფალს და ქება და